თავისუფლებას მივცემ თქვა ასე. კავკასიის რეგიონი ადრე იქნება თუ გვიან უნდა მოსწყდეს რუსეთს დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს რუსეთის ყოველგვარი მათ შორის ეკონომიკური, კულტურული ინტერვენციის გარეშე თითქოს ოკეანე იყოს ქედ გადაღმა აი ესე უნდა შეხედოს, ისე უნდა გახედოს ამ იმპერიას, რომელიც იმპერია ახლა არის, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ იმპერია ეს წარმონაქმნი, ეს ვეება სახელმწიფო არ იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუნდაც პოსტპუტინისტურ პერიოდში, აი პოსტპუტინისტური პერიოდისათვის კი არა, მანამდე კავკასიის რეგიონი როგორღაც უნდა განქორწინდეს, როგორღაც უნდა დაშორდეს რუსეთის ფედერაციას და სამწუხაროდ ვაგლახდა სამწუხაროდ ერთადერთი ქვეყანა რომელიც ამ განქორწინებას მოცემულ ეტაპზე უშლის ხელს დღეს და ახლა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ვიტყვი ასე არის საქართველო უფრო ზუსტი რო ვიყო ბატონ პატრონი საქართველოსი შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოება თუ ერთი პირის საწარმო რო გონია ეს ქვეყანა ის პირი ბიზინა ივანიშვილი და სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილი არის ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ მთლიანად რეგიონი მთლიანად კავკასიის რეგიონი და კონკრეტულად საქართველო თუ გნებავთ ვიტყვი ასე ვერ განეშორება ვეება იმპერიას რომელიც აქ იგითხარით ჯერ ერთი ხომ სამარადჟამო ან გახანგრძლივებული მტერია და მეორე ეს ქვეყანა რუსეთის ფედერაცია პუტინის პერიოდში და ეს ქვეყანა რუსეთის ფედერაცია პუტინის პერიოდის შემდეგაც ეცდება ცდილობს და ეცდება რომ რევანში აიღოს და საკუთარი ინტერესები განახორციელოს ამ რეგიონში ანუ ახლო საზღვარგარეთს რომ უწოდებს იმ რეგიონში სივრცეში რომელიც მისი არ უნდა იყოს არც ერთი ლოგიკით არც ისტორიულად თუ ესე ფართო გაგებით ისტორიას და არა მაინც და მაინც ბოლო 200 წელიწადს მივიღებთ ხედველობაში არც არასოდეს ყოფილა ან არ უნდა იყოს თუ გნებავთ ვიტყვი ასე იმისთვის რომ კავკასიის რეგიონი როგორღაც განეშოროს განქორწინდეს დასცილდეს რუსეთს განვითარდეს დამოუკიდებლად რა საკვირველია ესე ზოგადად რო ვილაპარაკოთ ქვეყნებზეა ეს დამოკიდებული მაგრამ ქვეყნების საზოგადოებები ვერც ვერაფერს ვერ გახდებიან თუ ამ ქვეყნების ლიდერები არ იქნებიან მოდი ასე ვიტყვი კიდევ ერთხელ გაცდა ეს სიტყვა მაგრამ მაინც ადეკვატურები ნორმალურები სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი ყველაფერს დაუწუნებ მაგალითად აზერბაიჯანის ლიდერს დემოკრატიის ხარისხს კი არა უდემოკრატიობას არადემოკრატიას საკუთრივ აზერბაიჯანში ბევრ სხვა ამბავშიც მიედავები აზერბაიჯანის ლიდერს მაგრამ ვერ დაუწუნებ ვერ მიედავები სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ვერ მიედავები სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ვერც სომხეთის ლიდერს რომელიც ჩემი რწმენით ფიქრით იმედით ივნისის შემდეგაც იქნება სომხეთის ლიდერი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რომელიც არ არის ასე პირდაპირი მნიშვნელობით იდენტობით პოლიტიკოსი მაგრამ იდენტობით პოლიტიკოსი გახდა ზელენსკის არ იყოს გახდა ბოლო წლებია და დიდოსტატურ გავედავდა ვიტყვი დიდოსტატურ გეოპოლიტიკურ თამაშს თამაშობს ის უფრო ხშირად ხვდება თავის დასავლელ პარტნიორებს უფრო იშვიათად ხვდება თავის არაკეთილმოსურნეს ჩრდილოეთში მდებარე სახელმწიფოს დიქტატორ ლიდერ პუტინს მაგრამ მასთან შეხვედრების დროსაც ვარაუდობ კი არა ვასკვნი ან ვამბობ ღიად ძალიან ოსტატურად ან დიდოსტატურად თამაშობს ყოველი მისი სიტყვა ყოველი მისი აქცენტი ყოველი მისი ამოსულ თქვა როცა ხვდება ხოლმე პუტინს არის ძალიან მაღალი კლასის პოლიტიკოსის სიტყვა აქცენტი ამოსულ თქვა რემარკა რეპლიკა სწორი პოლიტიკა სწორი ვერბალური პოლიტიკა სწორი რიტორიკა მოდი ასე ვიტყვით თუ გნებავთ რიტორიკაც მოგეხსენებათ პოლიტიკის ნაწილია ჰოდა აი ნიკოლ ფაშინიანი რომელიც კვლავ ვიმეორებ ჩემი რწმენით იმედით ფიქრით ინფორმაციით არა ანალიზით უფრო ივნისის შემდეგაც იქნება სომხეთის ლიდერი სტუმრობდა იმ შლეგ ლიდერს ეს არის 22 წუთიანი ვიდეო მე მესმის რომ გამიხანგრძლივდება ჩემი მონოლოგი 30 ვილიცის და 30 წუთამდეც მიაღწევს მაგრამ თქვენის ნებართვით ამ ვიდეოს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე გაჩვენებთ პრაქტიკულად ოღონდ ფლად ბოლომდე არა ფლად ყველა მონაკვეთს არა და ძირითად აქცენტებზე
გაკეთებულებზე ფაშინიანის, მანამდე პუტინის, მერე ისევ პუტინის და მერე ისევ ფაშინიანის მიერ თუ არ ვწდები ასეა, ეს შახმატურად თუ არ ვწდები, უბრალოდ ორ ნაწილიანია, მაინც მოდი ამდენადაც მახსოვს და არ მინდა შემეშალოს, ესე იგი ჯერ ლაპარაკობს ეს ავადმყოფი პუტინი, დედასაიმას ქნებელი მეთქი ვიტყვი და მერე ძალიან დიდოსტატურად პასუხობს ნიკოლ ფაშინიანი პუტინის რეპლიკებით კი არა შესავალით დავიწყოთ, პუტინის გამოსვლას გაჩვენებთ, შევჩერდები ყოველ მეორე სიტყვაზე, ვიტყვი ასე, გავაკეთებ ჩემს კომენტარებს, უაღრესად საინტერესო რემარკები აქვს პუტინს და მერე უაღრესად სწორი და ადეკვატური პასუხები აქვს პირს, რომელიც კავკასიის რეგიონის ლიდერია ალიევთან ერთად და რომელსაც ბევრად გაუადვილდება საკუთარი ქვეყნის სომხეთის გამოყვანა ამ ძალიან მძიმე პრინციპში, მაინც მძიმე მდგომარეობიდან, გაუადვილდება საქართველოს რომ იყოს ადეკვატური სახელმწიფო. კიდევ ერთი რეპლიკა, ვიდრე ჩავთავ ვიდეოს, წარმოგიდგენიათ ირაკლი კობახიძე პუტინთან, დედასაიმას ქნებელ პუტინთან ადრე იქნება თუ გვიან, თავი საერთოდ არ მოხდეს, მაგრამ არ მოხდეს არა მარტო იმიტომ, რომ ის ოკუპანტი ქვეყანაა და ირაკლი კობახიძე შეირცხვენს თავს და შეარცხვენს ქვეყანას, არამედ იმიტომაც, რომ ირაკლი კობახიძე ისე როგორც ბიზინა ივანიშვილი ქვემოდან ზემოთ შეხედავს პუტინს, როცა იქნება მაშინ თუ ეს ამბავი მოხდება. აი, ფაშინიანის მახასიათებელი თუ დავაკვირდებით ასე, ხო, არ არის ეს. ფაშინიანი სწორად უყურებს, საკუთარ თავში დარწმუნებულია, სწორად უყურებს, ჰორიზონტალურად გახედავს ხოლმე პირს პუტინს, რომელიც აქაც ამაზეც მიგაქცევინებთ ყურადღებას, როგორც ნაჩალნიკი ისე ზირს, მას გონია, რომ ის უფროსი ძმაა და ვერ ეპუება იმას, რომ ეს მისეული გაგებით გათავხედებული უმცროსი ძმები ასე უბედავენ, ეპასუხებიან, სხვა სიტყვას აფიქსირებენ, სხვა რამეს ამბობენ, რაც პუტინს გარწმუნებთ და არ სიამოვნებს. მოკლედ, ჩავთოთ ვიდეო, კვლავ ვიმეორებ, 22 წუთიანია, მე კი უკვე 7 წუთია ვარ ეთერში, 7 წუთია გრძელდება და ოდნავ მეტი ჩემი ვიდეო ბლოგი და დავაკვირდეთ პირველი ამოსუნთქვებიდან, ეს უკვე მისალმება პრინციპში საინტერესო არ არის, მაგრამ რაღაცა გამიჭირდება გადახვევა აქედან გამომდინარე, მისალმებაც ვნახოთ. და ყველა სიტყვას მივაქციოთ ყურადღება. ესე იგი, შეხვდნენ პუტინი და ფაშინიანი, შესაბამისად ისინი ახლა ასხდებიან, შესაბამისად დელეგაციებიც აქედან ლავროვი, აქეთ საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა, აქვეა უშაკოვი, აქვეა აღარ ჩანს სიმართლე გითხრათ ვინ და დავიწყოთ. Мы видим, что внутриполитические процессы Армении набирают обороты и скоро выборы. ჩვენ ვხედავთ, რომ შიდა პოლიტიკური ვითარება პროცესებიო სომხეთშიო სიჩქარეს კრებსო, ვითარდებაო, აიო, მალეო არისო არჩევნებიო, მე განსაკუთრებით თარგმნი მათთვის, ვინც რუსულ ენას არ ფლობს, მიზესთა და მიზესთა გამო, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის, რომელიც მე არ ფლობს რუსულ ენას, მე ახლა თუცნაურ სიტყვას ვიტყვი, მე არა ვარ დიდი მომხრე იმისა, რომ ეგრეთ წოდებული კი არა, ნამდვილი მტრის ენა აუცილებლად ვიცოდეთ ჩვენ, რომ აი მტრის ენა უნდა იცოდეთ და ასე შემდეგ, თუ მტრის ენა მიიჩნევთ თქვენ დოსტოევსკის ენას, ხო, მაგ შემთხვევაში იქნება და მართლაც უნდა იცოდეთ, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ენას, ჩემი მოსაზრებით, ენას ხშირ შემთხვევაში იყენებს რუსულ ენოვანობას, განსაკუთრებით ქართველი მოსახლეობისა, საქართველოს მოქალაქეებისა, რუსეთი იყენებს ჩვენს წინააღმდეგ. ეხლა სიტყვები გამექცევა აბასობაში, სხვა მიმართულებებითაც შეუხვევ, უნდა მაპატიოთ, ამიტომ გაგრძელდება ეს ვიდეო ბლოგი 30 და მეტი წუთი. მოკლედ, ახლავ არჩევნებიაო, ძალიან მალეო თქვენთანო, საარჩევნო პერიოდიაო, ამაზე ამახვილებს თავდაპირველად ყურადღებას შლეგი პუტინი, თუმცა მე უფრო ახმამაღლდება და ისეთ ამბებს ამბობს, ისეთ რემარკებს აკეთებს, ისეთ აქცენტებს სვამს, რომ ყველაზე გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ახლა ვეგეთქვით, ახლა დაგასპოილერებთ, რომ გაგიკვირდება კაც და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის იმპერია არ იცვლება, პუტინის პირობებში კი არა, საერთოდ არ იცვლება, გავბედავ და ვიტყვი ასე, თუმცა კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენეთ ფაშინიანი უკვე თავის სიტყვაში დიდოსტატურად აბათილებს პრაქტიკულად ყველა სიტყვას პრეზიდენტ პუტინისა. На что хотел бы в этой связи обратить внимание, несколько вещей хотел бы затронуть.
главное, чтобы вот эти внутриполитические процессы, они всегда обостряются в ходе любых предвыборных кампаний, чтобы вот это обострение, уверен, что и в Армении все то же самое, что и в России, и в других странах мира происходит, чтобы эти обострения нам никак не навредили. ყოველთვის მწვავდება საარჩევნო პერიოდში ვითარება ამა თუ იმ ქვეყანაში ყველგან თქვენ არ ახართ გაბონაკლისი, მაგრამ ამ გამწვავებამ არ უნდა გააფუჭა, არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობაზეო. ეს არის პირველი შეტევა, ვიტყვი ასე, პუტინისა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მანამდელ ეს მაინც საჯარო შეხვედრაა, მანამდელ შეხვედრაზეც ამგვარი აქცენტები და კიდევ უფრო მძიმედაც დასვა პრეზიდენტმა პუტინმა პრემიერ ფაშინიანთან, მაგრამ მაინც მედიის თანდასწრებით თავს როგორც იმპერიალისტმა, როგორც იმპერატორმა, მაინც მისცა საკუთარ თავს უფლება, რომ მედიის თანდასწრებითაც გაეკეთებინა ეს, დე ყველა მიცოდეს, რომ მე უფროსი ძმა ვარ, დე ყველა მიცოდეს, რომ მე საჯაროდაც შემიძლია შენიშვნის მიცემა, დე ყველა მიცოდეს, რომ მე არაფერს ვერიდები და რასაც კულისებს მიღმა, დახურულ ოთახში ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ფაშინიანთან, პრაქტიკულად იგივეს ვამბობ, იმას ვამბობ, რასაც ვამბობ საჯაროდ, რასაც ვამბობ ხოლმე დახურულ კარს მიღმა. ეს არის დემონსტრირება, ამის ილუსტრაცია პრეზიდენტ პუტინის ეს შეტევითი სტილი, რომელსაც ის ინარჩუნებს დაახლოებით 10-12 წუთის განმავლობაში მანძილზე. Мы с вами много раз говорили об этом. Между Россией и Арменией особые отношения, они сложились не десятилетиями, а столетиями. სომხეთსა და რუსეთსა და სომხეთს შორის 100 წლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა ურთიერთობებიო, ეს არის განსაკუთრებული ურთიერთობებიო, ამას უსვამს ხაზს, ამითაც თითქოს აი აწვება, თითქოს კუთხეში ამწყდებს, რომ შენ არ უნდა გადახაზო პრემიერო ფაშინიან სომხეთის ლიდერო არ უნდა გადახაზო ეს მრავალი ათეული და ასეული წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და ანიშნებს თითქოს რომ შენი პოლიტიკით და უკვე შემდგომეს განმარტებულიც იქნება შენი პოლიტიკით სწორედაც რომ ისტორიის რევიზიას ახდენს შენ უგულებელ ყოფ დღევანდელ ლიდერს მიმართავს სომხეთისა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მნიშვნელობას, აუცილებლობას, ისტორიას ჩვენი ურთიერთობებისა და ასე შემდეგ, მაგრამ ფაშინიანი აქ იგითხარით არ უყურებს ამას როგორც ვასალი. არ გახედავს ხოლმე პუტინს როგორც ვასალი უყურებს ხოლმე უფროს ბატონს, ხო? მონარქს. ფაშინიანი უყურებს ჰორიზონტალურად, ამას ისმენს და ემზადება. აი, დარწმუნებული ვარ იმ მომენტშიც, ფიქრებულიც ექნება, მაგრამ იმ მომენტშიც ფიქრობს როგორ გასცეს პასუხი. არა მარტო რა უთხრას, არამედ როგორ უთხრას რუსეთის შლეგ ლიდერს, ესე თუ გავაგზელე მე, ამ 13 წუთია მოიწურა და ვერ დავამთავრებ კიდევ 40 წუთი და და ყველაფერი საინტერესოა ნამდვილად. საერთო ისტორიაო, ეს ისტორია გვაქვსო. საერთო ამოცანებიო. ეს არის ძალიან საინტერესო აქცენტი დასმული პრეზიდენტი პუტინის მიერ დეგაგრძელდეს 40 წუთი ეს ოხერი და ტიალი. ჩვენო ცივილიზაციური საერთო ღირებულებები გვაქვსო. ცივილიზაციური ერთობა გვაქვსო ჩვენო. აი თუ უკრაინას რუსეთი ედავება და ამბობს ამგვარ რამეს, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კიევსკაია რუსს დაარსდა და ეს იყო რუსეთის იმპერიის საფუძველი მე-9 საუკუნეში და უკრაინელები ამტკიცებენ საპირისპირო სასაკვირველია, მაგრამ ამ ისტორიის ჭიუხებში მოძრაობა ამერიკელებისთვის სასაკვირველია, ძალიან რთულია, ფეხებზე კიდია საბოლოო ჯამში ტრამპს ეხლა მე-15 საუკუნეში ან მე-12 საუკუნეში რა ხდებოდა რუსეთსა და დღევანდელ უკრაინასა და დღევანდელ რუსეთს შორის, ხო, ეგრე რომ წავიდე და იბჟელო და იფიქრო, მოსკოვიეს არ სცდება რუსეთი, თუნთლად გულახდილები ვიქნებით და დანარჩენი რუსეთის 94.8% მონღოლეთია, ასე ვიტყვი, ან მონღოლოიდიზმიან, ხო? მონღოლური რასაა, ასე რომ ამბობენ. ესე რომ წაყვე მართლა რაღაცა საწყისი, რაღაცის დასასრული და რაღაცის საწყისი უნდა იყოს. აქ თუ უკრაინასთან იმართებაში ერთ ერზე აბახვიდებს ყურადღებას ეს შლეგი ლიდერი, აქ ცივილიზაციურ არჩევანზე, ცივილიზაციურ ერთობაზე საუბრობს. სხვათა შორის სომხებს ვერ ეუბნება იმას, რასაც ეუბნება ქართველებს. ქართველებს ეუბნება კობახიძეს, ეთქვის რომ мы оба православы, ჩვენ ორივენი მართლმადიდებლები ვართ. ამას ვერ ეუბნება
სომხურ საზოგადოებას, სომხეთს და იმიტომ ისინი არ არიან არც კათოლიკები და არც მართლმადიდებლები, ისინი თქვენ გრიგორიანები არიან და აი აქედან გამომდინარე მოფიქრებულია კრემლს რომ ჩვენ გვაქვს ცივილიზაციური ერთობა, ჩვენ ერთნი ვიყავით ათეული, ასეული წლების განმავლობაში, იმას კი აღარ დაგიდევთ რუსეთი, რომ სომხეთიც საქართველოსი არ იყოს, სომხეთიც საქართველოსი და უკრაინის არ იყოს, საქართველო უკრაინის არ იყოს, ან უკრაინა საქართველოსი არ იყოს, ისევ როგორც ყაზახეთი მაგალ პირობითად ვლაპარაკობ ხომ მოლდოვა, მაგალითად ბალტიის სახელმწიფოებიც კი, ნუ ცოტა ხანი, მაგრამ მაინც ხო შედარებით ცოტა ხანი დაპყრობილი ხავდა რუსეთს, ანუ ის ვება სახელმწიფო, რომელიც ისტორიულ სხდომილებათა გამო ჩამოყალიბდა ამგვარ დიდ სახელმწიფოდ მიზეზთა და კიდე ერთხელ მიზეზთა გამო იყო დამპყრობელი და ეს ეგრეთ წოდებული ცივილიზაციური ერთობა როგორც ასეთი არის ფარატინა ქაღალდი, იმიტომ რომ დაპყრობილი ქვეყნები, დაპყრობილი საზოგადოებები, დაპყრობილი ხალხები იძულებულნი არა საკუთარი ნებით, არამედ იძულებულნი იყვნენ, რომ წლების და 10 წლეულების და 100 წლეულების განმავლობაში გაერთიანებული იყვნენ კი ერთ სივრცეში ყოფილიყვნენ რუსეთთან და საბოლოო ჯამში საქართველოსთან იმართებაში რა ცივილიზაციურ ერთობაზე ან რა მართლმადიდებლურ ერთობაზე შეიძლება გველაპარაკებოდეს რუსეთი 1801 წლიდან თუ მაინც და მაინც ეხლა სუსტად ვილაპარაკებთ 225 წელიწადია გასული არც მეტი ვარ მეშლება 99 ვიდრე 19 საუკუნის ბოლომდე მე 100 წელიწადი ეს შედი 199 200 წელიწადი და ესე იგი კიდე 26 წელიწადი თუ 25 წელიწადი 2026 წლამდე 226 წელიწადში 226 წელში ცივილიზაციური ერთობა მით უმეტეს სახელმწიფოსთან რომელიც შენი დამპყრობელი იყო რომელმაც შედაგიპყრო რომელმაც ყველაფერი შენი იდენტობისთვის მახასიათებელი იდენტობის ნაწილები ამოშანთა მათ შორის ქართველების ხელითაც და ახლაც ჩანთავს ახლაც ამოშანთავს ახლაც ცდილობს ამოშანთვას ქართველების ხელით ვე შენი ცივილიზაციური სწორედაც რომ და იდენტობის თვალსაჩინოებებისა ამ სახელმწიფო ამ ვება სახელმწიფოსთან არანაირი ცივილიზაციური ერთობა როგორც ასეთი არ აქვს მაგრამ 18 წუთი გასული ხო არ გავყო ახლა ვფიქრობ ეს ჩემი ვიდეობლოგი იმიტომ რომ მე ჯერ წუთი და 24 მაქვს განხილული როცა 22 წუთი მაქვს განსახილველი კარგი მოდი ესე გავაკეთოთ რა მართლა ხა 40 წუთი ხო არ გაგაჩერებთ მე გეტყვით რამდენიმე სიტყვით რაზე გაამახვილა ყურადღება ამ დედასაიმასკნებელმა პუტინმა უნდა მენდოთ უნდა დამიჯეროთ და ეს ლინკი მე ამ ლინკს ჩავაგდებ ჩემ ამ ვიდეოს კომენტარებში იქნება და თქვენ ნახოთ და თქვენს დარწმუნდებით იმაში რომ ასაც ახლა ვიტყვი ყველაფერს ვიტყვი ზუსტად პუტინი ამახვილებს ყურადღებას შემდეგზე რომ ჩვენ $177 გაძლევთ ბუნებრივ აირს და ევროკავშირისკენ მიდიხართ თქვენ ოხრებოდა ტიალებო მუდრეგებოდა საშინლებოდა რა გინდათ ამ ევროკავშირში მაშინ როდესაც ევროკავშირში ბუნებრივი აირი 1000 კუბურ მეტრზე ბუნებრივი აირის ღირებულება არის $600 და $700 და თქვენ გაწვით $175 ბუნებრივ აირს და ხო ხვდებით რომ როგორც კი თქვენ დასცილდებით ამ რუსულ სივრცეს რომელიც ესე რომელსაც SNG ჰქვია რომელსაც ეკონომიკური კავშირების სივრცე ეზი ქვია და ასევე და ასე შემდეგ და მათ შორის უსაფრთხოების კოლექტიური უსაფრთხოების სივრცეს როგორც კი თქვენ დასცილდებით ხო ხვდებით რომ უბრალოდ თავსებადი არ არის არა თქვენი არჩევანია რას გინდათ ის გააკეთეთ მაგრამ ხო ხვდებით რომ ჩვენ ასე იაფად ვეღარ მოგცემთ ბუნებრივ აირს ეს რომ იცოდეთ მაინც ეს არის პირველი პოინტი რაზეც ამახვილებს ყურადღებას პუტინის შლეგი ლიდერი და ახლობით მე-5 მე-6 წუთზე მე კი წუთნახევარი არ არის გასული რაც ამ ვიდეოს პრეზენტაციას ვაკეთებ ერთის მხრივ პუტინის ნათქვამისა და ფაშინიანის პასუხების არ 22 წუთიდან პრაქტიკულად 1/10-იც კი არა 1/20-იც არ არის გასული ვიტყვი ასე უკვე შემდგომ ფაშინიანი უპასუხებს ასე რომ მე მესმის ყველაფერი გასაგებია ჯერჯერობით ნახეთ როგორი დიდოსტატური პასუხია ჯერჯერობით ევროკავშირისკენ ჩვენი მოძრაობა სომხეთისა არ ეწინა აღმდეგება ევრაზიულ კავშირში ყოფნას სომხეთისა, მაგრამ როდესაც დადგება ეს ცივილიზაციური არჩევანი და ეს ცივილიზაციური არჩევანი დადგება ფაშინიანის ამბობს ამას და მეც ვადასტურებ ამ დიდოსტატი პოლიტიკოსის დიდოსტატურ პასუხში არის ამგვარი აქცენტი დასმული. როცა დადგება არმიანსკი ნაროდ, სომეხიერი გადაწყვეტს საით წავიდეს იქნება და მე სამუდამო
კეთილდღეობისათვის მართლაც მიღირს გადავიხადო $600 ბუნებრივ აირში 1000 კუბურ მეტრში ხო ბუნებრივი აირისა და $177 კი რასაკვირველია $433 ნაკლებია მაგრამ არ მინდა შენთან განქორწინება მინდა აღარ შემიძლია იმიტომ რომ შენ არ მაძლევს სხვა უსაფრთხოების გარანტიას აი ეს აქცენტიც არის დასმული უკვე ფაშინიანის პასუხში მაგრამ მანამდე პუტინი ეუბნება შემდეგ რამეს რაც შეეხება ყარაბაღის პრობლემასო შენო 22 წელს 2022 წელს ანუ ყარაბაღის განახლებული კონფლიქტის პირველ ომამდე იყო ორი ომი იყო ორი კონფლიქტი იყო მოგეხსენებათ შედარებით დიდი და შედარებით პატარა პირველ კონფლიქტამდე აღიარეო ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში და შემგან რაღაცო ელოდიო რომ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია დაგიჭერდა მხარს რაღაცო ელოდი რომ ჩვენ ეხლა შემოვიდოდით და აზერბაიჯანს დავუპირისპირდებოდო დიდოსტატურად პასუხობს აქაც პრემიერი ფაშინიანი ის პასუხობს და ეუბნება შემდეგს რომ თქვენი ვალდებულება იყო დაცვაო მე არ მიღიარებია მე ვაღიარებ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და ვაღიარე განა არა აზერბაიჯანის შემადგენლობაში ერთიანი ყარაბაღი მაგრამ ვაღიარე მაშინ როდესაც უკვე ეს კონფლიქტი დასრულებული იყო და თქვენ არ ჩაერიეთ ამ კონფლიქტში ანუ არ დაიჭირეთ ჩემი მხარეო მე სხვათა შორის აქვე გეტყვით რომ ამ შემთხვევაში არა პუტინს არამედ ალიევს უფრო ვეთანხმები აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგენილიყო ყარაბაღი როგორც სიმსივნე უნდა მოესილებინა სომხეთს ყარაბაღი როგორც სიმსივნე უნდა მოესილებინა დამარცხებულ სომხეთს ანუ უნდა დამარცხებულიყო ის და ფაშინიანმა აქ ითამაშა უსერიოზულესი როლი ახლა ეს შემთხვევაში პუტინს არ ეხება ეს ყველაფერი ითამაშა უსერიოზულესი როლი რამდენადაც სომხურ საზოგადოებას პრინციპში მაინც დაუმტკიცა რომ უნდა მოვიცილოთ ხალხო ეს ტერიტორია რომელიც საბჭოთა სომხეთში არ შედიოდა და ნუ დამელაპარაკებით ახლა ხაჩკარები იყო თუ არა ხაჩკარი არის საფლავის ქვა იყო თუ არა ყარაბაღის ტერიტორიაზე ავიც შუა საუკუნეებში პირობითად ლაპარაკობ შუა საუკუნეების ხაჩკარები არის თუ არა ანშკებ შემდგომი პერიოდისა ხო ამაზე ნუ დამელაპარაკებით მოვიცილოთ და განვითარდეთ ეს პროცესი ეს ომი შიდა რუსულ ძალებთან პირველ ყოვლისა შიდა რუსულ პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოების ნაწილთან ხო ფაშინიანს კიდე მოსაგები აქვს მიმდინარე წლის ივნისის თვეში არჩევნებია და სომხურმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ვის ირჩევს და რას ირჩევს რევანშს თუ ირჩევს მაინც განვითარებას განვითარება კი არის რასაკვირველია სომხეთის განვითარება არის გზა სომხეთისა ევროკავშირისკენ გზა ევროპული სივრცისკენ თუნდაც ასე ვიტყვი იმ სივრცისკენ რომელიც შეიძლება გადაკეთდეს გადმოკეთდეს ევროკავშირის საკრიტიკოა აბარა ადეკვატური არ არის მოცემულ ეტაპზე რას ჩადის თავადაც არ უწყის მაგრამ ეს სივრცე ვერ იქნება გადატანილი ვერსად და რამდენიც არ უნდა აკრიტიკოს ფაშინიანის რომელიმე ოპონენტმა ეს სივრცე ან რუსეთმა ეს სივრცე ან აქაურმა ქართულმა ოცნებამ რომელიც მოაჯდა ბიზინა ივანიშვილის ქართული ოცნება ამ ხელისუფლება ამ ქვეყანას რამდენიც არ უნდა აკრიტიკოს ევროპა ვერ იქნება ტრანსპორტირებული მთვარეზე ეგრა მაგის პასუხია იცით რომ უსერიოზულესი ამბავი მოხდა გუშინ და ამაზეც თუ ვახერხეთ დღეს ამ ვიდეო ბლოგში დასაკვირველი არა მაგრამ რა მოხდა როგორ გაფრინდა ადამიანი ისევ თარის გარშემო რა ექსპედიცია ვინ როგორ მონაწილეობს და ასე შემდეგ იქნება და მოვახერხო ვიდეო ბლოგის ჩაწერა თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ მოკლედ ვერ გადაიტანენ ევროკავშირს პორტუგალიას გერმანიას ესპანეთს ავიცი რუმინეთს სამშობლობა ვერ გადაიტანენ ვერსად და აი რაღაცა ვერ გადაიტანენ იქ უნდა სომხეთს და იქ უნდა გვინდოდეს ჩვენ და კიდე ევროკავშირი დაარქვით და კიდე ევრო ავიცი ერთობა პირობითი სახელწოდება მოვიფიქრე ახლა სახელდახელოდ ხო და კიდევ ერთი არჩევნების კონტექსტში პუტინი ეუბნება რომ შენო უნდა მის 2 მილიონი კაცი ცხოვრობსო ჩვენი დათვლებითო სტატისტიკა ესეთი ამბავიაო შეიძლება სხვა რაოდენობაო სომხებისო რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა რომ სომხეთის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ როგორც ამომრჩევლებაო შენ არ შეგეშალოს რამეო არამედ როგორც ასარჩევმა პირებმაცო აი აქ ამის შემდეგ ფაშინიანი პასუხობს კიდევ ერთხელ დაფიქრებული რასაკვირველი არ არის ეს სახელდახელოდ მოფიქრებული პასუხი ეგრა მაგის პასუხია
სომხური კანონმდებლობა ჩვენ ამის გაკეთების უფლებას არ გვაძლევსო. ვინ სომხეთში ცხოვრობს და სომხეთის მოქალაქე, არა 2 მაგი, 3 მაგი, 7 მაგი, 200 მაგი, არამედ სომხეთის მოქალაქეა, მხოლოდ ისინი მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა ეს არ შეუშლის ხელს, მე დარწმუნებული ვარ, ნახეთ როგორი დიდოსტატური პასუხია პირისა, რომელიც უყურებს პუტინს არა ქვემოდან ზემოთ, არა როგორც ბატონს, არამედ თანასწორად და თვალს-თვალში უყრის, უსწორებს და ეს კი ზის ეს პუტინი ესე დაახლოებით აკვირდება და გულში ვინ იცის და ფიქრობს იმასაც, როგორ ბედავს ეს სომეხი ლაწირაკი, მასთან შედარებით, სომხეთი ხო ლაწირაკი ქვეყანაა, ყველა ქვეყანა ხო ლაწირაკები, ლაპურწაკები არიან, რუსეთთან შედარებით, როგორ ბედავს ეს გუშინ ჩემი მონადამორჩილი ფაშინიანი, რაც არ უნდა გამებრაზებინა, ამგვარი რამე არ უნდა გამიბედოსო, ემზადება მეთქი, ვიტყვი ასე სომხეთში და ზოგადად კავკასიაში რევანშისათვის უშუალოდ პუტინი და რუსეთის ნებისმიერი ხელისუფალების სპეცსამსახურები, თავდაცვის ძალები და ასე შემდეგ, მაგრამ აი კიდევ ერთი ფაქტორი და ისევ უკრაინის ამბავი, რომ არა უკრაინა, რუსეთი გაცილებით მსუყედ იქნებოდა წარმოდგენილი კავკასიის რეგიონში უკვე ახლა და უკვე შემდგომისთვის, ივნისისთვის თუ როცა იქნებოდა, მოემზადებოდა რევანშისათვის. აზერბაიჯანთან ბევრი არაფერი გაუვა, რასაკვირველი, აზერბაიჯანი თვითკმარი და თვითკმარზე უკეთესი ქვეყანა, ესე ვიტყვით, თვითკმარი კვადრატში ქვეყანა, კუბში ქვეყანა, მაგრამ როდესაც გეგულება აქ პარტნიორი ბიზნე ივანიშვილის სახით, ხო? ანუ პლაცდარმი, რომელსაც დაეყრდნობი, რომელსაც გამოიყენებ, ვინ იცის და გაუადვილდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამბავიც ჩვენი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ივანიშვილი უნდა მოვიცილოთ ბევრი მიზეზის გამო, საჩვენო მიზეზებია, რასაკვირველი ეს ყველაფერი, მაგრამ ერთ-ერთი რატომაც არის მოსაცილებელი ის, რომ უნდა გავჭრათ გზა ევროპისაკენ, ევროატლანტიკური სივრცისაკენ. ორმხრივი ურთიერთობები უნდა იყოს ინტენსიფიცირებული ხსენებულ შეერთებულ შტატებთან თუ არ ხსენებულთან ჯერჯერობით, რომ იქნება და ჩვენ დაგვიცვან როგორც პარტნიორები, როგორც ყურის ქვეყნებს მაგალითად იცავს ან დაიცავს სპარსეთის ყური იგულისხმება შეერთებული შტატები, რომლებიც ადეკვატურები არიან აი ამ კონფლიქტში ირანის, შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთი წხვი და მეორე წხვი ირანის კონფლიქტში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რემარკაა. მოკლედ ფაშინიანმა პრინციპში ჩაკეტა თემა, რომ ის სომხები, რომლებიც რუსულ პოლიტიკას თამაშობენ და პუტინი ასეც ამბობს, российские силы Армении, ხო? რუსული ძალები სომხეთისა, ფაშინიანმა ჩაკეტა თემა, რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას და მithumeres წარმატებულები იქნებიან ამ კონტექსტში. კიდევ რა იყო საინტერესო? იყო საინტერესო და ხო, აკეთდა აქცენტები ზოგადად ვაჭრობაზე, რომ 6 მილიარდი დოლარის ექსპორტი მოახდინა სომხეთმა 6.9 მილიარდის თუ არ ვწდები ექსპორტი მოახდინა პროდუქციისა რუსეთში, რუსეთი ნახეთ როგორი ხელგაშლილია და ასე შემდეგ. პუტინს ერთი შეცდომაც, მაინც ვიტყვი ასე, მოუვიდა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში 12 მილიარდი ექსპორტი იყო 2024 წელს და 6.9 მილიარდი 25 წელს, ანუ შემცირებულა, ხო, ნაკლებად დამოკიდებულია სომხეთი ყოველ შემთხვევაში 25 წლის მონაცემებით, თავად პუტინის აღიარებით რუსეთზე მისი საექსპორტი, მისი პროდუქცია ექსპორტზე რუსეთში ნაკლებად გადის. ხო, ძალიან საინტერესო კარგი ამბავია ეს, კარგი საინტერესო რეპლიკაა. პუტინი ამახვილებს ყურადღებას, რომ იცით, ჩვენ საბაჟო კავშირში, ანუ რუსეთის გარშემო შეეკრებილი ქვეყნები, SNG-ს წევრი სახელმწიფოები და ესე იგი იგულისხმება რუსეთი, ბელარუსი, ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფო, ხო, და ის სივრცე, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, აქ მაგალითად ნახეთ რას ამბობს, ფიტოსანიტარული წესებიო და სტანდარტებიო ჩვენთან არაფერი არ არისო, შემოიტანე რაც გინდაო. აიო, ევროპაში თუ შეიტან შენს სასოფლის მეურნეობის პროდუქციას, იქო ნახე როგორ გაგაწვალებენო. ამაზე რამდენადაც მახსოვს, ფაშინიანი აღარ აკეთებს კომენტარს, პასუხს არ უბრუნებს ამ შლეგ ლიდერს, მაგრამ რასაკვირველია, ეს ჩვენს კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია. გაქვს რა შენ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, შენ სწორედაც რომ მაღალხარისხიანი პროდუქცია უნდა შექმნა და უნდა გაუწიო კონკურენცია, სწორედაც რომ კარგი ვერ უწევ ღვინოში, პირობითად ესპანეთსა თუ იტალიასა თუ საფრანგეთს, მაგრამ რატომ არ შეიძლება ღვინოში გაუწიო კონკურენცია,
მაგალითად გერმანიაში გერმანულ ღვინოს რატომაც არ შეიძლება ხოლო თუ ფრანგებმა დაჯაბრეს გერმანული ღვინო და მაგალითად თუ ასე იქნება საკუთრივ გერმანიაში ქართული ღვინო ქართულმა ღვინომ გერმანული ბაზრის 5% რო წამოიღოს რატომაც არა ქართულმა პორტოხალმა პირობითად ლაპარაკობ აბსოლუტურად გავიგე რომ ესპანეთსა და საბერძნეთს ალბათ ვერ გაეჯიბრები მაგრამ შვედეთში რო გაუწიოს ხსენებული ესპანეთის პორტოხალს კონკურენცია რა პრობლემაა და იგივე უნდა იგივე ითქმის რასაკვირველია სომხეთზე იმ პროდუქციაზე სოფლის მეურნეობისა რასაც აწარმოებს სომხეთი ოღონდ აქ საქართველოში როგორ არის იცით მოწყობილი და ქართველების არა უფრო ზუსტი რომ იყო ბიზნესი რომ ქმნის იმ ქართველების ტვინი როგორ არის იცით მოწყობილი რომ მოდი რა ხარისხისაც იქნება დედას ტირებია თავარია რომ რუსული ბაზარი მიიღებს ეხლა მე აქ ირაკლი ოქრუაშვილი არ მახსენდება და არ ვამბობ რაც თქვა მან რუსულ ბაზარზე თავის დროზე და არ მინდა რომ ამგვარი რიტორიკა დამეთხოს ახლა ამგვარი სიტყვებით გამოვირჩიეთ თქვენს წინაშე მაგრამ პრინციპში მაინც ის ასეთია ხო ისეთია რუსული ბაზარი ყველაფერს იტანს და ჩვენი ინტერესი უნდა იყოს რომ გავყიდოთ პირობითად ლაპარაკობ აბსოლუტურად ცხადია ღვინო არა $3 და ყველაფერი არამედ ღვინო გავყიდოთ 10 ევროთ და ცოტა რას ნიშნავს ევროპისთვის მისაღები და პატარა მეღვინეებს და მე ვიცი თქვენ რომ არ ვიცით იცით თუ არა მაგრამ ვინც მისმენს მეღვინეებიდან მათ 10%-საც არ არის 5%-ს ვიცნობ ხო 3%-ს ვიცნობ მე მივესალმები ყველა პატარა მეღვინეს მივესალმები იმ მეღვინეებს რომლებიც სწორედაც რომ მაღალ ხარისხიან ღვინოს ქმნიან და აწარმოებენ და მე მივესალმები ხა ეს მეღვინეებზე ვთქვი ყველა იმ პატარა მეწარმეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულს რომლებიც თხილის პორტოხლის არ ვიცი გადამუშავებული ხილის და ასე შემდეგ ხო არიან დაკავებულნი ბიზნესით არიან დაკავებულნი რომლებიც სწორედაც რომ ორიენტირებულნი არიან ევროპულ ბაზარზე რომელმაც პირობითი 10 евро, უბრალოდ სამჯერ მეტი უნდა გადაუხადოს ამ მეწარმეებს ამ რაღაც 1 კილო რაღაც პროდუქციაში და ჩემი აცგარდაცვლილი მეგობარი მახსენდება რომელიც ლონდონში იყო როცა იყო მაშინ თქვა ამ წუთი რომ გადავიანგრიშო და ახლობით 15 წლის წინ და მე რო შევედიო ერთ-ერთ სასტუმროში შესულა გავოცდიო და დავასახელებ და მივესალმები ერთ-ერთს ვიცნობ კიდეც გავოცდიო რომ ერთ-ერთ უძვირეს სასტუმროზეა საუბარი ლაქშერის სასტუმროების განსახილ თვალსაჩინოებაზეა საუბარი ლონდონზეა საუბარი ბრიტანეთის დედაქალაქი ხო წარმოგიდგერიათ როგორ დუხს და გადადუხს ქვეყანა ამ სომხეთიდან და წავედი და იმ ქვეყანას ვახსენებ და ორ მეწარმეს ეხლა და მე შევედიო და იქ რაღაც მენიუ რომ მოუთხოვია მოუტანია ღვინო და ღვინისა მენიუ და მივიქცევია ყურადღება ღვინისთვის და ღვინის ფასებისთვის და იაგო ბიტარიშვილისა და ჯაყელებს არ ვიცი როგორც რა ქვია სიმართლე ეხლა შემიძლია დავსირჩ მაგრამ არა აქ ხა პრინციპული მნიშვნელობა ხო ორი ქართული ღვინო 97 ფუნტი სტერლინგი ღირდა ერთი ბოთლი ღვინო იაგოსი გვაქვს კიდე ჩინურს აწარმოებს იაგო და ჯაყელებისა უყოთ არ ვიცი სიმართლე გითხრათ რას აწარმოებს და მე აი როცა ჩემი მეგობარი აცგარდაცვლილი ყვებოდა ამის თაობაზე ხო მე თვითონ სიამაყით აღვივსე და წარმოვიდგენია მას სხვაშორის ნაკლებად ემოციური კაცი იყო მაგრამ მაინც რა დაემართა მიუხედავად იმისა რომ ნაკლებად ემოციური იყო ეხლა სომხეთს რო დაუბრუნდეთ სომხეთს უნდა რომ სწორედ ევროპულ სივრცეში შეაღწიოს და ეს ქვეყანა უშლის ხელს ეს ქვეყანა ანუ რუსეთი და ვაგლახდა სამწუხაროდ ქვეყანა რომელიც frontline country იყო რომელიც frontline country მაინც და მაინც რაღაც იარაღის ხელში ჭერას არ გულისხმობს და მისამართო თუ მისამართიან სროლას რუსების მიმართულებით ეს არის ქვეყანა რომელიც ეწინააღმდეგებოდა ეს იყო ქვეყანა რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთს და ეს არის ქვეყანა ეს ყალიბდება ქვეყანად ბიზნა ივანიშვილის გამოისობით რომელსაც ინდ მეწარმე ბიზნა ივანიშვილი და მისი შვილები ივანიშვილი and sons ხო აქვს დაარსებული რომელიც რუსეთს უწვება გაუგორდა ასე ვიტყვი გაუგორდა და გაურიგდა და ქვეყანას როგორც სახელმწიფო საზოგადოებას ქვეყანას თავისუფლებას და ასე შემდეგ ებრძვის და სპობს სომხეთმა სხვა გზა აირჩიეს სომხეთს არ აქვს განვითარების დიდი შანსი ჩვენს გარეშე ეგრო ვიცოდეთ და აგრო ვიცოდეთ მაინც და ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია კავკასიის გათავისუფლება და კავკასიის
ერთობლივი უსაფრთხოების სისტემების შექმნა და კავკასიის ერთობლივი ეკონომიკური, პოლიტიკურ-ეკონომიკური, განვითარების გეგმის შექმნა, მაგალითად ჩვენ ჯანდაცვაში ვართ გაცილებით წინ ვიდრე აზერბაიჯანი და სომხეთი რამდენადაც ხვდები ვიღაცას რომელი რაღაც სხვა სფეროშია და ერთობლივი კონცეფციის შექმნა და კავკასიის ერთობლივი განთავისუფლება, როგორც განთავისუფლდა თავის დროზე ბალტიის სამივე სახელმწიფო არის პრინციპულად მნიშვნელოვანი წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიკვირდება და ყველანი ვიღუპებით მეთქი თუ ვიტყვი ასე არც ეს იქნება გადაჭარბებული 35 წუთი მეტი უნდა გამომსვლოდა და მომიტევეთ რომ 35 წუთი შეკრჩით